მე მუსიკა ვარ ფრედი მერკური ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა გორში, რომლის ავტორიც თამარ ტაველიძეა. წიგნში მოთხრობილია ფრედი მერკურის შესახებ და ის უკვე უპრეცედენტო გამოცემად შეფასდა. რადგან აქამდე მუსიკოსის შესახებ მხოლოდ ქართულ ენაზე ნათარგმნი ლიტერატურა არსებობდა. აღნიშნული წიგნი ქართულად ქართველი ავტორის მიერ არის დაწერილი. წიგნი დოკუმენტური პროზის კატეგორიას განეკუთვნება. ღონისძიებაზე შესრულდა ფრედი მერკურის სიმღერები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მწერლები და მუსიკოსები. პრეცედენტო გამოცემა გახლავთ ქართულ რეალობაში, რამე თუ აქამდე მსგავსი ტიპის გამოცემა არ არსებობდა ჩვენს რეალობაში. არის თარგმანები შესრულებული, რაც ჩვენ ვიცით ფრედი მერკურის ცხოვრებისა და მისი შემოქმედების შესახებ, მაგრამ ორიგინალი ნამუშევარი, რომელსაც ქართულ ენაზე ქართველი ავტორი დაწერდა, ეს პირველი შემთხვევაა. ულოცავ თამარ ტაველიძეს ამ წარმატებას, ნამდვილად წიგნმა უკვე დაიმსახურა საზოგადოების, ფართო საზოგადოების ინტერესი. დღეს პრეზენტაცია იმართება ქალაქ გორში, სადაც ავტორი ცხოვრობს და მოღვაწეობს და ეს დამსწრე საზოგადოებას გულისყურით ელოდება აღნიშნული წიგნის წარდგენას. მეტად საინტერესო ნაწარმოები გამოვიდა, ნაშრომი დოკუმენტური პროზის კატეგორიას განეკუთვნება ეს, რამე თუ ავტორმა იმ დოკუმენტურ მასალასთან ერთად, რაც მოიპოვება ფრედი მერკურის ცხოვრებისა და შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ყველაფერთან ერთად, ამ დოკუმენტურ მასალასთან ერთად ავტორმა ორიგინალური საკუთარი ინტერპრეტაციითაც გააჯერა ეს წარმოდგენილი წიგნი ფრედი მერკური მე მუსიკა ვარ. ეძღვრება სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას მუსიკის ისტორიაში, როკ მუსიკის ისტორიაში, თავისუფლების, დაუმორჩილებლობის და თავისებური თვითგამოხატვის განსაკუთრებული ადამიანის შემოქმედებას ეძღვება. მე ვფიქრობ, რომ ქართველი სწორედ მკითხველი ძალიან მაყოფილი დარჩება, რადგანაც ქართულ ენაზე მსგავსი გამოცემა არ არსებობს. ეს არის დოკუმენტური პროზა და შევეცადე გადმომეცა მასში არა მხოლოდ დოკუმენტური მასალები და მატერიალები, რომლებიც ვთარგმნე, არამედ ჩემი მოსაზრებები, ჩემი საკუთარი ანალიზი და ჩემი ხედვა, თუ როგორ ხედავ მე ამ უდიდეს ხელოვანს. რატომ გამოვეცი? გამოვეცი იმის გამო, რომ ქართველ მკითხველს არ ქონდა შესაძლებლობა გაეგო სწორად და კარგად ის ინფორმაცია, რაც შეეხება ფრედი მერკურის ცხოვრებას. შემოქმედებასაც შევეხე, რა თქმა უნდა, მე როგორც მუსიკოსი ვერ შევეხებოდი, არა ვარ მუსიკოსი მის შემოქმედებას დეტალებში, მაგრამ რამდენადაც შევძელი, გადმოვეცი მისი შემოქმედება. ვფიქრობ, მკითხველი მიიღებს წიგნს და დაიმსახურებს წარმატებას.